ვოინიჩის ხელნაწერი, კოდი, რომლის გატეხვაც შეუძლებელია. როდესაც ულფრედ ვოინიჩმა 1912 წელს იტალიაში იეზუიტების კოლეჯში ეს ხელნაწერი აღმოაჩინა, ის დარწმუნებული იყო, რომ მსოფლიო მნიშვნელობის საგანძურს მიაგნო. ისტორიული რეტროსპექტივით თუ შევხედავთ, ის არ შემცდარა, თუმცა მეცნიერული სამყაროს გაოცება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე თავად წარმოედგინა. წიგნი დღემდე ინახება იელის უნივერსიტეტის იშვიათი წიგნებისა და ხელნაწერების ბიბლიოთეკაში და კვლავაც დუმს. რატომ არის ის უნიკალური? ვოინიჩის ხელნაწერი არ გავს არც ერთ სხვა შუა საუკუნეების დოკუმენტს. მისი მთავარი ხიბლი წერის სტილსა და ენაშია, რომელსაც პირობითად ვოინიჩური უწოდეს. ტექსტი დაწერილია უცნობი ანბანით, რომელიც 20-დან 30-მდე სიმბოლოსგან შედგება. საინტერესოა ის, რომ სიტყვების განმეორებადობის კანონზომიერება, ეგრეთ წოდებული ციფრის კანონი, ემთხვევა ბუნებრივი ენების სტრუქტურას, რაც იმის ეჭვს აჩენს, რომ ეს არ არის უაზრო სიმბოლოების ნაკრები. წიგნი დაყოფილია სექციებად, რომლებიც არის ბოტანიკური, ასტრონომიური, ბიოლოგიური, კოსმოლოგიური და ფარმაცევტული. თუმცა აქაც პარადოქსია, ნახატებზე გამოსახული მცენარეების უმეტესობა დედამიწაზე არ არსებობს, ან რამდენიმე სხვადასხვა მცენარის ჰიბრიდს გავს. მეორე მსოფლიო ომის გენიოსებმაც კი, მათ შორის ალან ტიურინგმა, ვერ შეძლეს კოდის გაშიფრვა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ტიურინგმა ენიგმა გატეხა, ვოინიჩის ხელნაწერის სირთულე წარმოუდგენლად გამოიყურება. FBI-ის საუკეთესო კრიპტოანალიტიკოსებმაც კი ვერ იპოვეს გასაღები. დღეისთვის არსებობს სამი ძირითადი თეორია. პირველი, ტექსტი დაწერილია რომელიმე ევროპულ ენაზე, რომელიც რთული ალგორითმით არის დაშიფრული. მეორე, ავტორმა შექმნა სრულიად ახალი ენობრივი სისტემა მსგავსად იმისა, რასაც მოგვიანებით ტოლკინი აკეთებდა. და მესამე, ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს იყო მე-15 საუკუნის თაღლითობა, რომელიც ძვირად გასაყიდად შეიქმნა და მასში არანაირი აზრი არ დევს. თეორია როჯერ ბეკონის მიერ ამ ხელნაწერის შექმნის შესახებ დიდხანს იყო პოპულარული, რადგან ბეკონი ცნობილი იყო თავისი ინტერესით ალქიმიისა და საიდუმლოებების მიმართ. თუმცა რადიონახშირბადულმა დათარიღებამ, რომელიც 2009 წელს ჩატარდა, წერტილი დაუსვა ამ ვარაუდს. დადგინდა, რომ ეგრეთ წოდებული პერგამენტი დამზადებული 1404-1428 წლებში. ეს ნიშნავს, რომ ხელნაწერი ადრეული რენესანსის პროდუქტია და არა მე-13 საუკუნის. ვოინიჩის ხელნაწერი რჩება ინტელექტუალურ ევერესტად. ყოველ წელს ჩნდება ახალი აღმოჩენა. ზოგი ამბობს, რომ ეს ძველი თურქული დიალექტია, ზოგი კი მას მექსიკურ მცენარეებს უკავშირებს, თუმცა არც ერთი თეორია არ აღმოჩნდა საკმარისად მყარი. ის გვახსენებს, რომ სამყაროში ჯერ კიდევ არსებობს საიდუმლოებები, რომლებსაც უახლესი ტექნოლოგიებიც კი ვერ ხსნის. ალბათ თქვენ ფიქრობთ, რომ მე შემიძლია ამ შიფრის გახსნა. ჯერჯერობით არ მიცდი, არ ვიცი, იქნებ შებძლო კიდევაც. ეს ხუმრობით, ისე კი თუ კი ვინმე ამ ხელნაწერს გაშიფრავს, დარწმუნებული იყავით, რომ არავის ეტყვის იმ საიდუმლოს შესახებ, რაც ამ ტექსტის ქვეშ იმალება.